მოგესალმებით. ციფრს მოგონდა. ნახოთ აბა. სად არის თქვენი ჩაფიქრებული? ეს მაიმუნობს. მოიჭაჭი ვისთვის არის გაშლა ნახოთ აბა. რომელი ფენა დაფიქსირდება? რომელი ფენა და გამოდი კონტაქტზე ვისთვის არის გაშლა? რაღაც არ გამოდის. აიღო. არ უნდა ლაპარაკი გამოდი. შენელებული არის. ხან მუშაობს, ხან არ მუშაობს, რაღაც ისეთი ტიპაჟი არის ეს. განათლება აქვს ყოველ შემთხვევაში. სად არის ნახოთ აბა. მონასტერშია? არ გამიგვირდება ახლა მართლა ან მონასტერში ან მუხლად დავარდნილი. მე თუ დავიკარგო ცხეთაში ვიქნები ლოცვა დავარდნილიო. რაღაც ესეთი ფორმა აქვს ამ ადამიანს. ცოტა შიში, შეტყობინებები კი ბატონო მოწყენილი, დანაღვლიანებული. ცოტა უიმედო პოზიციაში, თან ცოტა ემოციურ პოზიციაში, მაგრამ სხვადასხვა სამეგობრო ყავს ამას. მაგრამ რაღაცას ძალიან ესე რომ ვთქვათ, მართლა ითხოვს მაღალი ძალებიდან დახმარებას. ან მართლა რაღაცა არის ესე მონასტერი უფრო ასე მგონია. რაღაც ესეთ სიტუაციაში მდგომარეობაში არის. მინდა რაღაც ცვლილება, არა, ეს ლოცვა დავარდნილი ჩათვალეთ. კარგი, რას ლოცულობ ახლა ერთი გაგვაგებინე რა გინდა, რა სიტყვა? ნახე. რა სიტყვას? რა სიტყვა? ინცოზე მუკრება. სტაბილური რაღაცა შემოსავალი, სამსახური შემოსავალი, რაღაც სურვილების ასრულება შვილსაც ითხოვს ეს რომ იცოდეთ, შვილი უნდა? შვილს ითხოვს. ითხოვს რომ მეტად მოთხოვნადი იყოს შეიძლება მის საქმიანობაში, აი კონკურენტუნარიანი ან რაღაც ესეთი. შეიძლება ნახეთ არ აქვს დაუშვათ იმხელა განათლება კი დააფიქსირდა განათლებული, მაგრამ მასა რო უნდა ისეთი არ არის რაღაც. ხო? უფრო მეტი რო შევძლო, ამას ითხოვს რაღაც სურვილები აქვს ესეთი. სურვილებში შედის ეს. ასევე ითხოვს რომ სტაბილური ან სამსახურში შემოდიან რაღაც ფინანსები, ეს საკითხები მოუგვარდეს. ეთყობა ვალიც არის აქ, ანუ ვალი ბევრს აქვს ახლა, მაგრამ ეს ამასთან იმდენად უკვე ნახეთ ხომ ახლა აქვს ადამიანს ვალი დაუშვათ და ისტუმრებს და მიყვება და შეგვებული ამ ყველაფერზე არის პირდაპირ როგორ არის, იცი მართლა ლოცვად არის ეს ადამიანი, ასე რომ ვთქვათ ამ ეტაპზე, ხო? მაგრამ ვისე მუქრები, რასე მუქრები? შენ გიჩვენე ისა. თან ესეთნაირად არის. ვისე მუქრები? მოდი ნახოთ აბა ვისე მუქრება. ვისე მუქრები? არ გამიგვირდება რაღაც მამაკაცი? კიდე მითხარი აბა ერთი. აჰა. ორი მამაკაცი, ერთი ქალი, რომელიც აბრაზებს ამ ადამიანს, ან რაღაც, არ ვიცი, მევალია, არ ვიცი,
რაღაც ვალდებულებას აკისრებს ამ ხალხს და შეიძლება როგორი მომენტი აქვს ამას იცით? აი ადამიანს რომ დაეხმარები, დაუშვათ. დაეხმარე, ერთი ის გამახსენდა ანეკდოტი. კაცი მივადა თხოვს ჭადის ნატეხი. იგი ჭადს მომეციო რა. გამოსაკვებად. მისცემს ერთ ცალ ჭადს ესე ჩვეულებრივად ეხა პატარა ზომის რაღაცა. ჩათვალეთ ხო? მერე გავადრო და რო ჩამასესხეო. მერე ადგება და რომ რა ქვია გასტუმრების დრო მოდის, ახლა ეს მევალი მიაკითხავს და ეუბნება რომ დამიბრუნეო. ეს მოუტეხავს ახლა ნატეხი მთლიანი არ აქვს რომ დაუბრუნოს ისე მთლიანი ჭადი და ნატეხს მოუტეხავს და გაატანს. მეორეჯერ მიადგება, მესამეჯერ, მეათეჯერ მიადგება და ბოლო ამასობაში ერთი ჭადის მაგივრად კაცმა 5 ჭადის საფასური ხო ხვდებით გაისტუმრა ნატეხით და ბოლოს ეუბნება რა ვერ ამოვედი შენი იმიდანო ვალიდანო. რაღაცა არ არის გამორიცხული ასეთი ჭირს ამ ადამიანს, ხო? ანუ შეიძლება მართლა იყო აქ რამე ხელშეკრულება, ან თანხები ქონდა ასაღები, ან რაღაც გარიგება, მოლაპარაკება მიფიქსირდება და მერე უკვე შეიძლება ხო ახლა დავუშვათ ადამიანს თუ რაღაც ცესხად მიეცი, მოდი ასე ვთქვათ და ნაწილ-ნაწილი გამისტუმრე ძალიან ცუდი არის სხვადასხვა, მაგრამ ну ახლა როცა გარიგებას დებეს უნდა კონდეს გააზრებული, ხო? გაისტუმრა დავუშვათ 500, გაისტუმრა მეორე თვეში 500, აი თვითონ ვერ გრძნობს, იმიტომ რომ მაინც მოლოდინი აქვს, რომ დიდი დავუშვათ თუ ქონდა 5000 მისაცემი, 5000 აიღებს. ნახეთ, მოისმინეთ ისევ ეს რომ გაიგოთ რა ვსაუბრობ, ვინც ვერ გაიგებს. ხო და ესე 500-ით ვერ მიხვდა უბრალოდ ვეღარ იმან რომ 500 გაისტუმრა 5000 და მეტიც შეიძლება ადამიანმა, ხო? და კიდევ რომ მიადგები და უკვე გითხრას ადამიანს გავისტუმრე, რა ვერ გავისტუმრე შენ. რაღაცა ესეთი ჭირს ამას და ბრაზობს აქთანაც და ხო, თან ბრაზობს, აი ესე იგი ამ ადამიანს ვალიდან ვერ ამოხვალთ. ნუ მესმის ახლა რაღაც გამახსენდა ვიღაცები ესეც ტიპაჟები. ვერ ამოხვალ ვერანაირად მისი ვალიდან. სხვათა შორის ჩემი ბავშვობა გამახსენდა. დედაჩემიდან რო ავიღებდი, მე რა ავიღებდი, ვასესხებდი ახლა მე საიდან მქონდა ფული ისევ დედაჩემი მაძლევდა, მაგრამ ხომ მქონდა კაცო ის რაღაც მოგროვებული და მერე სტიპენდია მქონდა 8 ლარი. ამ 8 ლარს მივცემდი, რაღაც დედიკოს და საქმიანობა მქონდა, პატარა ბიზნესი და ეხლა რა ხდებოდა? 8 ლარში ტანსაცმელს მყიდულობდა, მაჭმევდა, მასმევდა. ნუ ახლა ეს ხო დედის ფუნქციებში შედის კაცო, რას ლაპარაკობთ? მაგრამ ჩემი სტიპენდია შეხედე რამ ხელა უნდა ყოფილიყო, რისი თქვა მინდა. ფული დამჭირდებოდა, ფულად მაძლევდა. რა ვიცი, რაიმე სყიდვა დამჭირდებოდა, აუცილებლად უნდა მეყიდა ეს ყველაფერი და პლუს კიდე იმდენი უნდა პროცენტები და კიდე ჩემი ვალი ქონდა 8 ლარი. და იცოდათ, წღონებულმა თქვა ესე ბიჭო, რა ვერ გავისტუმრე შენ. ბოლოს უკვე ერთხელ ვითხრა, აღარ მომცე შენი სტიპენდიაო და აი რაშიც გინდა დახარჯეო. აი რაშიც გინდა, ნუ რა თქმა უნდა, იქ კაფეში წასვლაც იგულისხმებოდა ამ 8 ლარში და ყველაფერში. ხო კარგი ის ვიყავი, რა ქვია, სესხებელი. მევალე. აი რაღაცა ამნაირი ჭირს ამას ვერ გამოვიდა ბავშვობისაც აგიდან რაღაცა ის. და მითხრა მერე რომ წადი კაცო და შენი 8 ლარიო დახარჯეო და იანგარიშე და მივხვდიო რა ბოლო და სწორად მითხრა პრინციპში. მაგრამ მაინც მისთვის მიმქონდა, იმიტომ რომ არ მომეწონა, მე რომ წავედი და დავხარჯე რა ვიცი. 2 ცალი ფანქარი ვიყიდე თვალის, პატარა ესეთი ძალიან პატარა ეს რა ქვია, ტესტერის სუნამო ვიყიდე, პომადა ვიყიდე და ლაქი და მოვედი სახლში. მაშინ მქონდა ხო ეხლა ეს წლების ამბავს გეყვებით ხო? ცოტა ისტორია ეხლა ეს პომადას ვერ ეყიდი 8 ლარად. კარგით, ნახოთ ეხლა ამ საწოდავს რა ვიცი, შესმენელი იქნება ამის ლოცვები ეშველება ბოლო. ისეთ დღეში არის.
დრო დასჭირდება. დრო. მერე დროი დაჭირდება, მაგრამ რა ვიცი. რა ვიცი, რა გავახარო. იცით რა არის? ეს იმდენად რაღაცნაირი აქ იმდენი ხალხი გამოხდა, ეთყობა ამ ადამიანის ცხოვრებას ბევრი ხალხი ალაგებს. ან ბევრი ქალი, თუ ქალთა საზოგადოება ყავს, დები ყავს, შეიძლება რა გამორიცხული 1-3 დაყავს დაუშვათ, დედა ყავს, იქით მერე კიდე დების დაქალები ყავს, იქით კიდე დედის დაქალები ყავს, მეზობლები ყავს, მერე დეიდები ყავს, მამიდები ყავს, მერე რა ვიცი ბიცოლა კიდე ვიღაცები ყავს და ეს ყველა ალაგებს ამ ადამიანის ცხოვრებას საქმე ამაში. აქეთ კიდე შეყვარებულები ყავს და რა ვიცი ესეთნაირად იმედი აქვს ყოველ შემთხვევაში რომ თავიდან დავიწყებ რაღაცას. აი აქამდე მიდის ეს ადამიანი, ხო? რომ თავიდან დავიწყებ, მაგრამ იმდენი საყავს, რა ქვია, დირიჟორი, როგორ შეიძლება ერთ ორკესტრში ესე იგი რამდენი კაცი უკრავს, დაუშვათ უკრავს 60 კაცი, ხო? და 60 დირიჟორი იქნება, ვერ იქნება. ერთი უნდა იყოს, რომ იცოდეთ. სხვანაირად როგორ აგეხსნათ კიდევ. აი იგივე მომენტი არის აქ რაღაც. ყველა მისი ცხოვრების ის არის, რა ქვია, მართველი და ეს როგორ იქნება? აქ ყოველ შემთხვევაში არის ისეთი ვარიანტი, რომ აი თითქოს რაღაც დაგეხმარების, თავაზობს, დახმარება მიიღებს ამ დახმარებას ეს. შემოგიბრუნდება რა მაშინ. რა სიზამ როგორ იზა. გამოგივარა მე. შანსი განა არ აქვს ეთყობა აქ ისეთნაირად გამოვიდა ვიღაცამ შარვალი აჭუქა, ვიღაცამ კოფთა აჭუქა, ვიღაცამ რა ვიცი რაღაცა კომუნალურები გადაუხადა და ნუ რაღაცა ბოლო-ბოლო უნდა მოიკიდოს ხვავი, ხო? აბა ეს ახლა როგორ იქნება, ხო? თითქოს არის შანსი კი გადავიდეს ნაყოფიერებაში და მიიღოს ეს წარმატება, მაგრამ მე ღვთისწყალობას ვერ ხედავ მე მასთან. არის თითქოს დახმარება, გამართლება, რაღაც შეიძლება ოჯახში, ხო, კი ბატონო ან სანათესა ვიღაცები ეხმარებიან, აქ არის რაღაც მომენტი, ხო? ბედის ცვლილება, მაგრამ მანახე სათხარ რასიზამ როგორ იზამ ამ ყველაფერს სწორ მიმართულებასაც იპოვის. ვიღაც ქალი, რა ვიცი, ეს მამაკაცი ქალთა საზოგადოება უყვარს თუ რა ხდება ამდენი გადაწყვეტილება გაძლიერება. არ არის გამორიცხული პირად ურთიერთობაში შევიდეს ეს ისეთ ვიღაცასთან, რომ აი ამ ადამიანმა დაეხმაროს, კი, ესე გამოვიდა. აქ ვიღაც ეხმარება, მისი ინტერესები, მისი მასში, მე უფრო მგონია, რომ პირად ურთიერთობაში შედის. კი, პირად ურთიერთობაში შედის ეს ვიღაცასთან ეთყობა. ვიცი, ახლა ალბათ ურიგებენ ამდენი ხალხი რადგანაც ერევა, ან თვითონ მე რაღაციდან რაღაცას იპოვის, ვინც შეეცდება, რომ აი ფეხზე დააყენოს. რაღაც ესეთი მიფიქსირდება აქ მე. მოდი ერთი ბოლო ის ნახოთ, აბა ვისთან რჩება, რასთან რჩება, სადაც რჩება. აქეთ ნახოთ, აბა ეს ყველაფერი რაც თქვი ვისთან რჩები. თუ როგორ რჩები, თუ როგორ იქნება შენი ცხოვრება, მომავალი, რა შვები, რა სიზამ. კი, აქ ვიღაც ეხმარება, მაგრამ მანახე. დაიწყო ისევ თავიდან ისევ ლოცვა, ისევ ის
ვისთან ერთად რჩები საბოლოო ჯამში? მანახა შენი პიროვნება. კარგი, ასე კი არ ვნახა, მიეცადეთ. თქვენ დაგვიფიქსირდა ეს. რომელი არკანი იცით? ეს არ არის. გამოდი კონტაქტება. ასე ამოვნებს თქვენ რომ მის შესახებ გებულობთ რამე ინფორმაციას, რაღაც ესე არის, ხო? იმიტომ რომ ძნელად გამოდის. ან არ გეუბნებათ სად არის, როგორ არის, რას აკეთებს, არ არის გამორიცხული. მანახე რჩება, ვინ რჩება შენს გვერდით? კი, როგორ არა ეს? არა გაცოლა. აჩა. ასე რჩებიან შენს გვერდით. არა, ამას ეხმარებიან. ეხმარება აქ ვიღაც. არ არის გამორიცხული საცოლე და ესე კი არ იყოს, უბრალოდ მეგობარი ქალი გაიჩინოს ვინმე ისეთი, ვინც ფეხზე დააყენებს. რაღაც ესეთი ხდება. თუ თქვენ ეს არ ახართ, მაშინ ასე ხდება. მაგრამ აი პირდაპირ რასაც გეუბნებით, გამოვა მდგომარეობიდან და რაღაცა ნახეთ, იბრძვის, აი როგორ არის, ამ წუთში, ან მართლა მონასტერშია ეს, ან რაღაც ჩაკეტილი მაშინ და ან რავი, მართლა დავარნილი, აი ლოცულობს, რა ვიცი, მე მგონი ისა ღმერთი ჩამოყავს ემიდან, ციდან, ისეთ მდგომარეობაშია. მაგრამ კი რაღაც თანხების გამომუშავებაც არის, მაგრამ ბევრი ხალხი დგას ამ ადამიანის გვერდით, მარტო არ არის, იცით და მისით ესე რომ მარტო მოახერხოს, ასე არ არის, ეხმარებიან. იქით, რა ვიცი, ოჯახის წევრებით ვიღაცებიც დაფიქსირდა. ხო, ასე რომ თქვა ეს სურვილები უსრულდება, და ეს შვილის თემას, რასაც ითხოვს, ესეც აუსრულდება. მაშინ აი ასე ვნახოთ. სურვილიც აუსრულდება. ხო, შვილის თემა ცოტა მეჭვება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც აუსრულდება. კი. ანუ მოაგვარებს რა, შეიძლება ცოტა რაღაც იყოს აქ, რაზეც საუბარი არ სურს, რაღაც აკეთებს აქ მაქინაციას. არ არის გამორიცხული, შეიძლება ექიმი ან ოპერაცია იყოს, რომელიც არ გახმაურდება, ჩუმად აკეთებს ამ ყველაფერს, ძალიან ჩუმად და არ არის გამორიცხული, თუ მაგიური დახმარება რამე წმენდები ან რაღაცები ხო არის ჩაკეტილი ზოგჯერ, მაშინ მაგას აკეთებს ამასაც ჩუმად, რომ არ იყოს გახმაურებული. და აი ასე გადის ეს ადამიანი ფონს თავს, რომ კი ბატონო. გამოდის კი კრიზისიდანაც და ყველაფერი, მაგრამ მუქარა მაინც უჩვენს ეს. ისე მუქრები. არა, მუქრები მანდა მაინც არა, უბრალოდ შეიძლება რაზე იყოს, იცით, დაბოღმილი. შეიძლება ვინმეზე, შეიძლება რაღაცაზე მაინც მივაღწევ, მაინც გავაკეთებ რაღაც ესეთი, ეს არის ხო დავასტაბილურებ და აქედანაც გამოვძვრებ, რაღაც ესეთი თემა აქვს ამ ადამიანის. ну, ესეთ ენერგიებშია, ესეთ ხალხმრავლობაშია, ესეთ მდგომარეობაშია. აი გეუბნებით, ეს არის ამ წუთში, მე რა ვიცი,
ან არის მართლა, რავი, გეუბნებით რა, ცოტა ისეთი იმათ ადგილას მიფიქსირდება. რა, გამორიცხული მართლა მონასტერში, ცოტა დაბნეული ვარ. ვიღაცისთვის ესეც იქნება. იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და გამშვიდობებით.